დილამშვიდობის ჩემი სამუშაო მაგიდა განახოთ? ასე გამოიყურება ზარმაცის სამუშაო მაგიდა. Როგორც დავხატე ის ხო გადავიდა. სანამ დავამუშავებ ისე რომ აღარ გადავიდეს არაფერს. ხო და იყოს მე წავალი დავწიხდავდი. არ მახსოვს ბოლოს როდის დავიძინე 12 წუთზე. მოგდროს დავწიხ. იდეაში ერთ საროჭკასაც მოვასწრებდი, მაგრამ გუშინ დავხატე 4 საროჭკა. და მეკუცნა და დაძინება. ამიტომ ეხლა მაქვს 3 საროჭკა, ანუ ის პანიკა აღარა მაქვს, რომ ვაიმე მეთქი ხალხი რომ ელოდება არ დავუქვიანო, ეგ მომენტი აღარა მაქვს და ჯანდაბას. ვაიმე. საჩქარო და რაღაცა არ არის რა. ხვალე იოანეს აქვს ცეკვა და ხვალისთვის გავუკეთე გოგოებს სალოს და ქეთის. აქ მაქვს 2 საროჭკა, იმედია მახსოვს რომლის არის და ერთი ეს არის კიდე ესეც. ანუ სამივე გოგოების საროჭკები მაქვს დღეს დღეობით დასახატი. კიდე მწერენ ჯერჯერობით აღარ მოუტანიათ, არა, ეს მინდა მოვჩე დღეს. ყველა ვარიანტში რომ რაღაცა სხვა ჩემი საქმეც მაქვს. და ალბათ, რა ვიცი, აი უახლოეს 5-6 დღეში თუ მომიტანე, რასაც მომიტანე, მარტო მაგას გადავხატავ და დავამთავრებ. დაგემშვიდობებათ საროჭკები 1 წლით. ახლოებით. ეხლა არის სადმიმეყრე. ესე უნდა გავიცალო. გუში მინდოდა, მაგრამ ვერა. გუში მოვქენი. ცოტა მოღრეცილები ხართ, მაგრამ არა უშუალოდ მოღრეცილებს რას დაეძებთ გუში ვიდეოს ამოტრიალება დამოვწოთ. ანუ ეს კამერა იღებს სელფის კამერით. ჩემ ძველ ტელეფონს ჰქონდა ეგ ფუნქცია, რომ ანუ სარკის ეფექტი გამოგერთვა თუ რაც არის. რომ ანუ როგორც სინამდვილეში ისე გამოჩნდეს. ანუ ამ ტელეფონს პროგრამაში როვდებ, უწევ ხმას და სარკის ეფექტს ვურთავ, რომ ანუ გადატრიალდეს რა ის უკუღმა გადაღებული და არ ვიცი რატო. აზრზე არა ვარ, რაღაცა მეგონა რომ სხვანაირად დავაყენე და ავდექი და ისევ გადავაყენე. არ დავაკვირდი, ხმას აუწიე და всё. და მე კომენტარებით ვიხდი რომ უკუღმა იყო ვიდეო. ანუ უკუღმა ამოტრიალებული კი არ ვიყავი ხა. მე რო აქეთ ვიჯდე და ეს ყვავილები აქეთ იყო სარკის ეფექტით რა. არაფერი არ დაშავებულა, მაგრამ ის არის. რო იცით განლაგება, მეც ხა იმდენად, ვაიმე ეს ჭხილი როგორ ვთქება რომ ვერ ვაწვევ. რო ვიცი განლაგება. რა როგორ არის და უცბად პარალელურ ხარეს აღმოჩნდება ყველაფერი, ძალიან სასაცილო საყურებელი იყო ჩემთვის. არ მეყურებია, მაგრამ ხო დავხედე, ანუ რატო წერს თქვენ ეს ხალხი ეს უკუღმა ვიდეოს. გავიცალო, მოვიწეს რიგო, გუშინ დავრეცხე ფეირით, ყველაფერი როგორც გითხარით, გამინადგურა იმ ჟელემჭხილები და ვერ მივხვდი ვერაფრით, მეგონა რომ იმაში ფეირი ესხა. და მე გამახსენდა რომ მე თვითონ ჩავასხის საშინელი ჟელე იმაში. გუშინვე როგორც პირველივე დარეცხვაზე, აი გუში როგორც კი დავრეცხე იმდენი ჭურჭელი და რაღაცა, ანუ მე აღარ ვრეცხავ ხოლმე, ხო იცით, აი თუ ეხა ძალიან ისეთი თემა არ არის, რომ უბრალოდ გინდა რომ არაფერი იდოს რა კოინაში, მაქვს ხოლმე მომენტები, რომ ერთ კოს რო ჩადებ, ნოვეცე გავრეცხო. მაგრამ ამ ბოლო ხანებში მივხვდი, რომ რა ძალა დადგა. ანუ დაგროვდეს. დაგროვდეს, ეხა ისი არა, რომ თოკის გადაჭერა დასჭირდეს. ისე რა. ღირდეს ხელის დასველი. ხო და ეგ დავრეცხე დილით და საღამოთი და იმ წამსვე დავხედებ ჭხილებს. აი ეს აქერცლილი ჭხილებს საერთოდ არც დამატებული ქონა, ანუ აქერცლილი იყო და პირიქით უფრო შეკრული ქონა პირი. უეჭველი ეგ მიშვებოდა, აი ეგ.
ეხლა რაღაცა მანიკური გამოვიტანე, არ ვიცი საიდან მაქვს. სავარაუდოდ ნაჩუქარია, მაგრამ ისიც არ ვიცი რა მდგომარეობა. თუ რაღაცა წავის მე უბრალოდ და ეს არის კიდე გამჭვირვალე, მე რომ უნდა გადაისვა. ამასაც წავის მე დაცვის მიზნით. თან ნერვები იმაზე მეშლება, რომ მე ვწქნება არ არსებული ფრჩხილები, ჯერ არც კი გაზრდილი, გაუბედურებული მაქვს. თურმე რის ბრალი ყოფილა, თურმე. ბოლოს არის საროჭკა დავდე, მე მგონი 35 ნახატი თუ არ ვწდები. ფაქტიურად 1 კლასის. და შარშა მქონდა 38, ანუ 3 საროჭკა, აი ამ 3 საროჭკის ჩათვლით შარშანდელ რაოდენობას გავუტოლდები. და ვნახოთ რამდენად გადავაჭარბებ. ამ 5-6 დღეში. უფრო მეტი მექნებოდა და უფრო ადრე დავიწყებდი შეკვეთების აღებას. ერთი, ეხლა მანიკურებს აწევთ, შევრჩხლები უნდა გავიკეთე, ხა მაგას თქვენთან ერთად არ ვაპირებ ნამდვილად. მაგისთვის მაქვს კუსაჭა, რომელსაც იშვიათად ვიყენებ, 2 მაკრატელი და აი ეს შუშის კლიბი, რომელიც გამომიგზავნა ბელა. ბელუსიმ გერმანიიდან. ხო და ის არის. ესეთი მაქვს კიდე ერთი ცალი სუახალი და მეგონა რომ კაი გისა, ანუ აი რა გავუსმენ ხოლმე, საერთოდ არაფერი აქვს, აი არაფერი შუშაა, მაგრამ იდეალურად, აი წმინდად მეშვი. ხო და ერთ სიტყვით რას ვამბობდი, უფრო მეტი საღება შემიძლია საროჭკის და უფრო ადრე დავიწყო. ეხლა 20 რიცხვშია, ეხლა ეს ცოტა გასქელებულად ჩავასხავ, ამის ცოტა აცტო. 20 ძირითადად 20 რიცხვშია. ზოგს თავისინებით აქვს გადატანილი 22-ში და რაღაცა 1-ში გემითხრეს თვითონ. ხო, ნუ, კაი, ვთქვათ 20 რიცხვი. 20 რიცხვამდე არის მთელი 2 და მესამე კვირა. წარმოდიეთ, რამდენის დახატვას მოვასწრებ. ფიზიკურად ვერ დავხატავ ახლა. მაგრამ მოვასწრებ. და ძალიან ხელს მიშლის ის, რომ ადრე დავიწყებდი სიტყვაზე, რომ არ არის ჩვენთან ფოსტა. ფოსტის უქონლობა ძალიან მე პირადად ბევრ რაღაცაში მიშლის ხოლმე ხელს და თუნდაც ნახატები არის, რომელიც ფოსტით შეიძლება გაიგზავნოს, ხა ბევრჯერ ჩავსულვარ ფოსტაში და გამიგზავნია ნახატი, მაგრამ ესე უნდა ოფიციალურად გამოყო დღე, როდესაც წახვიდე და ჩაიტანო ნახატი. მერე კაი, თქვათ, რომ ხა როცა გჭირდება, კაი, უნდა ჩაიტარო, მაგრამ უნდა ქნა, ხა არც შორს არ არის, ზემო სამკურში არის. დაანახლოვი არის, რომ ჩახვიდე, მაგრამ უნდა ოფიციალურად გამოყო დღე, კაი, ეგ დღეც გამოყავი. 1 და 2 ნახატისთვის ვერ წახვალ. უნდა დააგროვო ხო სიტყვაზე. და რო დააგროვო, ძალიან ძიმია ეს, მე რაზეც მუშაობ ეს და ეს ზედიზედ რამდენიმე რო გააკეთო. ფიზიკურად მაშინ ვინმე კაცი დაგჭირდება და რაღაც მომენტში არ მიღირს ხოლმე რა ეს სიარული. ძნელია, მიძნელდება. ეხა 2, 3, 4 ნახატი ხო, მაგრამ ხან ყოფილა რომ ბევრი ყოფილა შეკვეთა და უბრალოდ ფიზიკურად მაშინ 2 გზა უნდა გააკეთო. ან მანქანით უნდა წახვიდე და ჩვენ მანქანას კიდე ესე არსალია ხოლმე ლაშას რომ აი უთხრა რომ მოდი ხა ჩამევა. ხო და აუროგემრიელად დავლი. ძალიან ბევრი წერს რომ უნდათ ფოსტით გამოგზავნა. ფოსტით ჩემამდე მოვა ხალხო, აი ჩაურები მოვა საქართველოს ფოსტა მოიტანს. იმიტომ რომ გარდაბან სამსახურება ჩვენ ხო გარდაბანი ვართ. გარდაბანი რა კი არა და რაიონი. გარდაბნის რაიონს მივეკუთვნები. აი თუნდაც თემოზე რომ გამომიწერია რაღაცა იყო რამდენიმე შემთხვევა რომ საქართველოს ფოსტას მოუწია მოტანა და მომიტანა. სხვა რაღაცეებიც მოაქვს საქართველოს ფოსტის პატარა ესეთი ბუტკა მანქანები რო არის რაღაცა მასევე ძა. მოდიან ეგ მანქანები დამინახია და მოაქვს წერილია თუ რაღაცა პატარა ნივთები, მაგრამ მე უკავშირს ვერ დაგიბრუნებდი. იმიტომ რომ ამისთვის მაინც უნდა წავიდე, ანუ აქ რო იყოს სოფელში, ან აი
ყველაფერი გვაქვს. თან ყველაფერი ერთადერთი ფოსტა არ გვაქვს და არ ვიცი რატო არ შემოდის ფოსტა. აი მე ძალიან მაგალითად ჩემთვის ძალიან ხელსაყრელია და ძალიან ბევრი არის სოფელში, რომელიც სხვადასხვა რაღაცებს აკეთებს, ქმნის და ფოსტა ძალიან ჭირდება და ეგენი ძალიან წვალობი. ძალიან მაგარი იქნება ფოსტა რომ შემოვიდეს სოფელში. ძალიან. თუნდაც საკურიერო მომსახურება. ერა, კაი იქნება. მაგ შემთხვევაში ძალიან ადვილად შემიძლია რომ გამომიგზავნოთ, გავამზადოთ, ჩავიტანო, გამოგიგზავნოთ. ძალიან ადვილი იქნება ეს უკავშირის სიტუაცია. თან არ არის ნივთი რომ გაფუჭდეს და რაღაცა შეიფუთება ნორმალურად და всё. ეგრე. ამიტომ ჯერჯერობით ის არა მაქვს და ვერ ვიღებ. თუმცა რუსთავიდან ყავდნენ, თბილისიდან ყავდნენ, მეზობელი სოფლებიდან გადმოვიდნენ. ვისაც შეუძლია რომ მანქანით მომიტანოს, მომიტანეს. და ეს ჩემთვის ძალიან დიდი რაღაცნაირი გრძნობაა, რომ ხო თუნდაც რუსთავიდან ამოვიდა ადამიანი, ესე იგი გენდობა და ღერ ხარ ამხელა გზის გამოვლად. და ეგ რაღაცნაირად სასიამოვნო მომენტია რა. და შენ უფრო მეტად გავალდებულებს და პასუხისმგებლობას გმატებს ის, რომ რადგან ეს ადამიანი აქედან იქ მოვიდა, ნუ რა მნიშვნელობა აქვს საიდან მოვიდა. სოფელში გან არ ხატავენ, მაგრამ რაღაც მომენტში რომ რაღაცა განიჭებენ, შემხარეს ხრებიან. რა ვიცი, იცი როგორი პასუხისმგებლობაა, რომ მინიმუმ როგორც შეპირდი ისეთი უნდა დაუხატო და მაქსიმუმ მე უკვე შენიცი. აი ხა მაგალითად ერთ-ერთი სურათია, არ ვიცი. თუ არ დამავიწყე, ჩავდე ვერ განახეთ უბრალოდ, იმიტომ რომ მანდ არის გამოგზავნილი, რომელიც ახლა უნდა დავხატო, ძალიან ლამაზი გამოვა, ძალიან ლამაზი ვიზუალურად იქნება ფერებიც, მაგრამ უთხარი რომ ანუ კაი გამოვა, ლამაზი იქნება, მაგრამ ფიზიკურად გუაში მაგ ფერების, აი პერლამონტი ფერები რო რაღაცა რო ბრწყინავს რაღაცა. არ გაძლევს მაგის საშუალებას რა, ფიზიკურად რო გუაშმა ეგ ფერი რაღაცა გარდაქმნას და გამოვიდეს და ვუთხარი რომ კაი გამოვა, მაგრამ აი ზუსტად ამ ფერებს ფიზიკურად ვერ დავსვავთქო და დამთანხმდნენ, რა პრობლემაა და ეხლა მე მინიმალურად ვუთხარი რა შემიძლია გავაკეთო და ხა მაქსიმალურს რას გავაკეთებ უკვე მუშაობის პროცესში გამოჩნდება რამდენად მიმსგავსებული იქნება და აი ყველაფერს ვეცდები რომ რაღაცა 100%-ით არ იქნება, იმიტომ რომ ფერებია ისეთი 90%-ით ის შედეგი დავდო რაც უნდა. ხო და მაგას ვაკეთებ ხოლმე რა. იციან ხოლმე კიდე რომ ყოველთვის ვაგზავნინებ სურათს, მაგალითად რომ მომწერე რომ საროჭკის პერანგზე, საროჭკაზე რა ვიცი, მე საროჭკოს ხმა. დახატვა გვინდა რომ მეუბნებიან ხოლმე, მეუბნები რომ ამ ნახატი ჩამიგდე რომ ტყუილა არია რომ არ მომიტანო ტყუილი და უნდა ვნახო მე შევძლებ თუ არა. არა, როგორ ვერ შეძლებ, მაგრამ მე მეუბნები რომ ანუ არის ეგეთი რაღაცები, არ ვხატავ ეგრეთ ვიზუალურად სუფთა ესე აღებულ სახეს სურათებიდან, ანუ პორტრეტებს მიგზავნიან ხოლმე კინოებიდან კადრებს, რაღაცებს, რომ ეს მომენტები გვინდა რაღაცა, მაგებს არ ვხატავ. თუ არ არის ნახატი, აუ ზუსტად ამ ჭიქის ფერი, აი ზუსტად ამ ჭიქის ფერი. ეხლა თავაკუთი. აქ კიდე მუქად ჩანს, აი ხარ ვამოვიღეთ ზუსტად მაგის ფერი. ეს ფერი მიყვარს, ყავისფერი არის, აი რაღაცნაირი ყავისფერი. მას თუ ჩავასხა. ხო და ერთ სიტყვით ნენელა იწურება ეს პროცესი. ეგრეთ წოდებული ღამის თევის პროცესი, მაგრამ ეს მომენტები ყოველთვის მიყვარს ხოლმე. ამაზე რომ მუშაობ. ქალებით გაჭირებული დავდივარ ხოლმე ოჯახში შემოვტანი ვარ. ამ პერიოდში. ზუსტად ამ საროჭკების გამო დავთანხმდი ბავშვების თურქეთში წასვლას. რომ ვიცოდი რომ ყველა ვარიანტში იქნებოდა და პლუს
სამსახურით შემომეშველა ძალიან. მაშინ რაღაცა გდია მე მგონი რომ ურევს. გაგიკვირდება და წვიმს. უშინამ დროს მეძინა, ვაიმე რა მაგარია მოვადგინე დავიძინო. პრინციპში არცაფერი მისლის ხელს გამოშვებული არიან ძაღლები, კატები, ცხვრები რაღაც და ქათმები. საჭმელი მაკარონი გავაკეთე დილას, ლაშას ეყოფა, ეხლა უნდა წავიდეს ლაშა, ცოტა გვიან მიდის. ასე რომ შემიძლია წავიდე დავიძინე, მაგრამ აღარ მანან ეგრე არ შეიძლება, ოთახები უნდა დავალაგო პირველ რიგში. ეხლა სანამ ლაშა წავა კონტურს მოხავსო. ერთ-ერთი საროჭკისას რომ მაგაზე ვიმუშაო. სავარაუდოდ ესენი ცოტა ძნელად სამუშაოის არის, რომ კომპიუტერში უნდა უყურო თან. სავარაუდოდ ამას დავხატავ, ნახოთ. ხო და მე უკვე ამებს აღამოს კი შემოვინახავ. და დღევანდელ დღეს დავუთმობ მილაგებ-მოლაგებას რა. თორემ მე თვითონ გულში ვეღარ უდებ ხოლმე რაღაცას რო ვაკეთებ, რომ ვიცი რომ სადღაცას რაღაცა გასაკეთებელი მეჩვენეუძი ის ვქნა და მე წნარად დავჯდე და მშვიდად. ანუ ეს დღეების სახში რო ვარ, ძილის ანაზღაურებას ვაკეთებ რა. ხო გეუბნები გუში რომ ნინოც რაღაც საკეთებდა, ისტის დავალებას აკეთებდა, იმაში ვეხმარებოდი და 12-15 წუთი იყო რომ მორჩა. და აი ნინოს დაძინება იმდენად არ მეთქო, ჩქარ ერთი შევაგდე და დაწვა და მეც მეორე მხარეს წავედი და აი ვერ გავიგე ვერაფერი, ესე იმდენად მაკლია ეს დღეები ძილი, რომ აი სადაც მივეყუდები, იქ რა ქვია, მეძინება. ნინოს ტელეფონი. ამ ტელეფონს არ აქვს. ეს რა არის კაპურსა. არ აქვს, აი უკან გამოხვიდე ის ღილაკი, ანუ სადღაცა შეხვიდე და საფეხურებით უკან გამოხვიდე, რაღაცა უცნაურად აქვს. ლაშაც ყოფილა მისი მეგონი. ხო და მე რომ მომცეცხლო რაღაც ის გაკეთება უნდა, აი მე ვერაფერს ვერ ვიგებ ხოლმე სად რა უნდა გავუკეთო და თვითონ კი დაამოყამ, რა ვიცი, მშვენივრად. კაი იყო ყავა თქვენთან ერთად დილით. თან ასე თუ ისე დაბლა აღარაფერი ისეთი საქმე არ მაქვს. საჭმელი დილისა არის რო ლაშამ შეჭამოს და მე ვფიქრობ, რომ სუპი გავაკეთო ჩვეულებრივი წითელი მამაპაპური თან ასეთ ამით უხდება. იმისა. თან რო გაჟრიალებს და ჭამ. აი ხარი გარეთ ის როგორ სიწყნარე. აღარ აწვიმს ეს მუღრუბლური ეს რაღაცა, ესეთი ამინდი სიმყუდროვეს იმას მიშვება ხოლმე. და გარეთ ისმის ჭიტების ხმა. აი მე ხან მინდა ხოლმე რომ ბავშვობაში მაგალითად მე და ბაბოს რო თბილოდა ხოლმე ანუ ზაფხულის პერიოდში გვეცინა გარეთ. ხო და ესეთი ხმა რომ მესმის ხოლმე პირდაპირ იმ მომენტებზე ურტყავს და იმ მომენტებს მახსენებს, როდესაც ვიყავი ხოლმე გარეთ და მეძინა და აი გარეჟრაჟზე რომ ჭიტების ხმა გახვიძებს, ძალიან მაგარია და აი მე მინდა ახლა გარეთ ყავა წამოწევ და თვალებს დავუხუჭა. ხო, ჰამაკი უნდა ჩამოვკიდო, მაგრამ რა აზრი აქვს და მე ჰამაკის ჩამოკიდებას, იმიტომ რომ წვიმს. და ჰამაკს კიდე ის ადგილას ვკიდებ, რომ ის არის რა. ნუ მოკლედ, დაგემშვიდობებით ხა მომავალ ვიდეომდე. გავიკეთო ჭხილები, მოვდგე მოვიწესრიგო და აუცილებლად დაგიბრუნდებით მე. ავაზი ალბათ ის. წავედით. კარგად.
რა ლამაზადაა ნახეთ ეს სხივები. იხსნება წვიმა აღარ არის. აი აქ. ზეჩა.